ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული კლინიკების შეამოწმა 20 ობიექტიდან დარღვევები 7-ში გამოვლინდა. მათ შორის ინსტრუმენტების არასათანადო სტერილიზაციის გამო საქმიანობა შეუჩერდა 2 კლინიკას. ასევე დაფიქსირდა ვაქცინების შენახვის წესის დარღვევა. არარეგისტრირებული ვადაგასული და უვარგისად მიჩნეული პრეპარატების გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა არის გამოც ბიზნეს ოპერატორები დაჯარიმდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, აპტეკებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი. შეირჩა 20 ვეტერინარული კლინიკა, სადაც ძირითადად გამოხველი იქნა ყურადღება შემდეგ გარემოებებზე გახლავთ კლინიკის მოწყობის წესი, რამდენად შეესაბამება ისინი ვეტერინარულ კანონმდებლობას. აგრეთვე ვეტერინარული პრეპარატების შენახვის, გამოყენების წესები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 26 წლის 1 იანვრიდან უკვე ყველა დაწესებულებაში ვეტერინარ საქმიანობას უნდა ეწეოდნენ მხოლოდ სერტიფიცირებული ვეტერინარები და ვეტერინარი ტექნიკოსები და აი ამ მოთხოვნების გათვალისწინებით ჩატარდა მათი ინსპექტირება. ინსპექტირებას დაექვემდებარა 20 კლინიკა. აქედან 7 კლინიკაში აღმოჩნდა დარღვევები, ძირითადად აღმოჩნდა ვეტერინარული პრეპარატების გამოყენების, მათი შენახვისა და ვარგისიანობის ვადების დარღვევის შემთხვევები.